სამხატვრო აკადემიამ მინიატურისა და კალიგრაფიის გამოფენა ჩვენებას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე თურქმა ხელოვანებმა ბიულენდ ოზგანმა და ნები ილმაზიმ საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ღონისძიებაზე თურქეთის ისტორიისა და ღირსშესანიშნავი ადგილების 20-მდე მინიატურაც გამოიფინა. ექსპოზიციის პარალელურად დამთვალიერებლები კალიგრაფიის ნიმუშებით დასაჩუქრდნენ. გამოფენა თბილისის იუნეს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში 10 დღის განმავლობაში დარჩება. ამ გამოფენისთვის 1000-ობით კილომეტრი გამოვიარე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირდა. ქართველმა ხალხმა მართლაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ჩემი შემოქმედების მიმართ და ამისათვის მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. დღევანდელი გამოფენა იმისთვის გავხსნით, რომ რასაც საქართველოში არსებულია მინიატურა და ეგრევე კალიგრაფია, ზუსტად ჩვენთანაც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თვითონ მათი კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ნიმუშები, რომლებიც ძალიან საინტერესო იქნება ქართველი სტუდენტებისთვის, ქართველი მაყურებლისთვის და ყველას ვეპატიჟები საგამოფენო დარბაზში ამ ნამუშევრების სანახავად.